გამარჯობა. გოდის გიხდით ამ საშინელი განათებისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს დუბლი 3 ვართ. დუბლი 2+1. დიახ, 2+1. მართალი ხარ. გაგვეცანი? გამარჯობა, მე ვარ თემო და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვობის ფილმებზე და ანიმაციებზე. ოჩა, მომწონს იცის. ჩვენზე უკეთესად შეუძლია მისაუბრება, ნახე. თემო არის ჩვენი ერთგული მაყურებელი, შეიძლება ითქვას ესე, ხო? დიახ, მას მე რაც დავიწყე თქვენი ყურება, ხო, ის მე კი. გვანცა შეახსენე, რატომ არის ახლა თემო ჩვენთან? ერთ-ერთ წინა ვიდეოში ჩვენ გქონდა ასეთი ინიციატივა, კომენტარებში დაწერით დუბლი 2+1. ანუ ვისაც სურვილი ექნებოდა მაყურებელს, მოვიდოდა ჩვენთან და ჩავწერდით საერთო ვიდეოს ნოსტალგიურ ფილმებზე, რომელიც ერთი ვერსია უკვე ჩაწერილი გვაქვს, აქაც ამოხდება აღწერაშიც იქნება ამ ვიდეოს ლინკი. მხოლოდ ერთი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი მე და ცაცაც და აი მეორე ნაწილი უკვე ჩვენ მაყურებელთან და ჩვენ გამომწერთან ერთად ვაკეთებთ და თუ მოგეწონებათ მსგავსი სახის ვიდეოები, რა საკვირველია, იმის გაკეთება გვირჩევნია, რაც თქვენ უფრო მოგწონთ, ასე რომ აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ როგორც ხედავთ ძალიან კარგი ადამიანები ვართ. მოდი მაშინ შევხსნათ თითოეული ჩვენგანი 5 ფილმს იტყვის ბავშვობიდან და განმარტავთ რატო არის ეს ფილმი ასეთი მნიშვნელოვანი, რატო მაინც და მაინც ეს 5 ფილმი ავარჩიეთ და არ მივყვეთ არც ანბანს, არც ქრონოლოგიას, არც დაბადების თარიღებს და ქართული სტუმართმოყვარეობის წესებს მივყვეთ და მოდი თემო შენ გახსენი. სანამ დავიწყებ ამაზე საუბარს, იქამდე მინდა რომ გადაგიხადოთ პირველ რიგში მადლობა იმისთვის რომ მომიწვიეთ ძვირფასო მაყურებლებო. თუ თქვენ ხართ მსგავსი კონტენტით დაინტერესებული, შეგიძლიათ გამოეწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. დავიწყოთ ბავშვობის ანიმაციით. ჩემი პირველი ბავშვობის ანიმაცია, რომელიც მე ავარჩიე, ეს არის მეფე ლომი, The Lion King. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ერთადერთი ანიმაცია, რომელიც არის დღემდე დაუვიწყარი. ნუ მე ეს ანიმაცია ბავშვობაში დარწმუნებული ვარ თქვენც და თქვენც ასევე გექნებოდათ განახი DVD-დან, ან უბრალოდ ტელევიზორიდან, თუ რატომ არის დაუვიწყარი ეს ანიმაცია. ნუ ანიმაციის ხარისხი, დიალოგები, სიმბას, ანუ მთავარი პერსონაჟის ტრანსფორმაცია, მთავარი გმირის მამის სიკვდილი, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სულის შემძვრელად, რასაც ქვია. განსაკუთრებით დამწყების სცენა, რომელიც ალბათ ახლა ამ წამს თავში გექნებათ. და რატო ავარჩიე ახლა მე ეს ანიმაცია? და ხო კიდევ, სანამ ამას ვიტყოდი, იქამდე მოდი იმასაც კარგად გავუსვამ ხაზს ანტაგონისტზე. ამ ანტაგონისტის სახელი არის, ნუ რეალურად აკა, ვისაც მოფერებით ნუ ეძახიან ნაიარევს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, ძალიან თან საცოდავით მას მერე, მით უმეტეს მას მე რაც მასზე ცალკე სოლო ფილმი გამოვიდა, ძალიან მაგარი ფილმი არის, როგორც ანტაგონისტი რა. და ვფიქრობ, რომ ანიმაციების ანტაგონისტებიდან შედის ტოპ 5-ში მაინც. ეს ანიმაცია მე იმიტომ ავარჩიე, რომ ჩვენ ეს ანიმაცია გვასწავლის სიმამაცეს, გამბედაობას, მეგობრობას, სიყვარულს, ბრძოლას და მგონი საკმარისია. გასაგებია რატო მოახდენდა ასეთ დიდ გავლენას შენზე როგორც ბავშვზე ეს ანიმაცია და რატომ მოახდინა თელს ჩვენს თაობაზე და დღემდე ამ თაობებზეც რატომ აქვს ამხელა გავლენა, იმიტომ რომ ის თემები რასაც ეხება და როგორც ეხება უკვდავია და ყველა თაობაში აქტუალური. ეს ანიმაცია არის ჩემი ბავშვობის ტრაუმა. ანუ ტრაუმა არ არის. ორად რაღაცაზე მქონდა ასეთი დამოკიდებულება, ასეთი იმედი, რომელიც ყოველთვის მიკვდებოდა. ერთი იყო მეფე ლომი, მეორე იყო რამშტაინის სიმღერა ონედი მისი კლიპი იცი ხო? ეს არის მუფასას სიკვდილი და რამშტაინის კლიპში თილინდემანის პერსონაჟის სიკვდილი. ყოველთვის როცა ვუყურებდი ამ ანიმაციას და იმ კლიპს, ანუ 1000 ჯერ რო ვნახე, ისევ 1000 იმედი მქონდა, რომ მუფასა არ მოკვდებოდა და იქიდან ის პერსონაჟი არ მოკვდება, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ მეგონა რომ არ მოკვდებოდა, ყოველ ჯერზე კვდებოდა, იმიტომ რომ ასე იყო გადაღები, რომ გავიზარდე, გავიგე შექსპირი რო არსებობდა, რომ ჰამლეტი არსებობდა და მეფე ლომის ფლოტი რომ ჰამლეტს ემთხოვა, მეთქი ეს ანუ რა გამოდის, რომ გენიალურ ქმნილებასთან გვაქვს საქმე თუ რაში არის საქმე თუ რა ხდება. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი ფილმი რომ ახსენე თათა. მე? აბა, რატო? პატარა რო ვარ? პატედით საყვარელი. ჩემი პირველი არჩევანი ამ რუბრიკაში არის ასევე უკვდავი ანიმაცია ჩემი აზრით, ეს არის ნემო.
2003 წელს გაკეთებული. თან ძალიან საინტერესო რომ ქართულად მხოლოდ ნემო ქვია და ინგლისურად Finding Nemo, ანუ ნემოს ძიებაში და არ ვიცი ქართულად ნემო რატო გადავთარგმნეთ და ის არა, ქართულადაც DVD-ზეც ეგრე რავი, ჩემთან ნემო ეწერა მხოლოდ. შენ ბრაკი შეგვა. პირველად რომ ვუყურე, მე ყოველდღე ვუყურებდი რაღაც პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ანუ არასდროს არ მბესწრდებოდა. მოკლედ ნემო იკარგება და მამამისი მარვინი მიდის მის საძებნელად და გზაში რა თავგადასავ, ან პარალელური თხრობა მიმდინარეობს, ერთი მხრივ ხედავთ როგორ ეძებს მარვინი თავის შვილს, ერთადერთ შვილს, მეორე მხრივ ხედავთ ნემოს თავგადასავალს, ასე ვთქვათ, რა ხდება მის თავს სახლისგან და უსაფრთხოებისგან შორს, როგორ იცნობს კარგ, კი რაღაც ადამიანი ვთქვი, კარგ თევზს და როგორ იცნობს ზოგ ცუდ თევზს, რაც ან რა თქმა უნდა ანიმაციაა და ადამიანებად უნდა გავაადამიანუროთ მაინც ესეა, როცა რაღაც ცხოვრების გზაზე გახარ, რა თქმა უნდა, ხან შეხვდები ცუდ ადამიანს, ხან შეხვდები კარგ ადამიანს და თითოეულ ადამიანს, რომელთანაც რაღაც გადაიკვეთება შენი ბილიკი, თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც გავლენა და რაღაც სათქმელი შენს ცხოვრებაში და რაღაც კვალს აუცილებლად ტოვებს და მე მგონია რომ ეს ანიმაცია ამას ძალიან მაგრად აჩვენებს. ხო, როგორც ბავშვი, იმიტომ მოახდინა მან ძალიან დიდი გავლენა, რომ ერთი, რა თქმა უნდა, თავს ვაიგივებდი ნემოსთან, რომელიც არის ეს რაღაც რებელა, უნდა რომ რაღაც დამოუკიდებლობა მოიპოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარა თევზია, როგორ გადის სამყაროში და როგორ იცნობს სამყაროს და დაახლოებით იმ პერიოდში ვუყურე, როცა ნელ-ნელა სახლის გარეთ სამყაროსაც აღიქვამს ბავშვი. და ამიტომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ აი როგორია გარეთ სამყარო, რომ ვიღაცას უნდა ვენდო და ვიღაც ჩემი მეგობარია, მაგრამ ვიღაცის უნდა მეშინოდეს, იმიტომ რომ ყველა ჩემი მეგობარი არ არის. ნემოსთან ვაიგივებდი ჩემს თავს, მაგრამ ამავდროულად მარვინს ძალიან ხარს ვუჭერდი და ძალიან ვიგებდი იმისას და თითქოს მგონია რომ დედა ჩემის და ზოგადად ჩემი ოჯახის და უფროსი ადამიანების უფრო კარგად გავიგე რომ კი მე მინდა რომ რაღაც ეს გავაკეთო, დამოუკიდებელი ვიყო, იმ კედელზე ავძრე და იქიდან გადმოვხტე, მაგრამ რატომ მეუბნებიან რომ არ გადმოვხტე და არ ავძრე ამ კედელზე, იმიტომ კი არა რომ ჩემი ჯინი აქვს და იმიტომ კი არა რომ დამოუკიდებელ ადამიანად არ აღმიფრმენ. არა, იმიტომ რომ რაღაცეები იმათმა უკეთესად იციან ასაკის და გამოცდილებიდან გამომდინარე. ერთ პერსონაჟზე ვიტყვი კიდე და მოვკედავ, დორი, რომელსაც ახლა გამოვიდა ფილმი, რომელიც ჯერ არ მინახავს. ამ პერსონაჟს ახმოვანებს ელენ დეჯენერესი. ხო, რაც არ ვიცოდი, ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, მაგრამ ახლა გასაგებია რატომ აღიზიანებდა ეს პერსონაჟი. ერთ-ერთი დადებითი პერსონაჟი იყო ამ ანიმაციაში, რომელიც ესე მაგიზიანებდა, მაგრამ თან რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში მე ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ მაგიზიანებდა, იმიტომ რომ იმას თავის გაჭირვება ჰქონდა და რაღაც ემპათიის გამომუშავებაც იყო მაგ პერსონაჟის მიმართ და ჩემი ფავორიტი პერსონაჟი ამ ანიმაციიდან არის უილიამ დაფო ახმოვანებს გილი, რომელსაც მიშან დღლაძეს მოსკოვსებდა. ჩვენი თაობის კრაში. კი. ანუ როგორ დაგვაავადმყოფა დისნეიმ, რომ თევზებს და ლომებს კრაში. ხო, რა, მაგათვრალია ეგ არის ევროპა, ამერიკა, ეგ არის ჰოლივუდი. ძალიან კომპლექსური პერსონაჟი იყო, ანუ თითქოს ძალიან აი ვამპი და ის რომ აი თითქოს ნემოს წინააღმდეგ უნდა იყოს და ცოტა ისე ხარ, რომ აი არ ენდობისავით რა და რეალურად რამხელა გული დევს ამ თემში და საერთოდ მთლიანი ეგ ეპიზოდები ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა, იმიტომ რომ რა საზოგადოებასაც და ერთიან თემს ქმნიან ეს რაღაც ერთად აღმოჩენილი თევზები და მე როგორ მთავრდება მათი ეს თანაცხოვრება და როგორ იწყება მათი ახალი ცხოვრება. მოკლედ ყველანაირად იდეალური ანიმაციაა და დამსახურებულად აიღო ოსკარი და დამსახურებულად მიიჩნევა კლასიკად. კი ბატონო, გეთანხმები რამის დამატება ხო არ გინდა? ნუ, მოკლედ რომ ვთქვათ, აბსოლუტ სინემა. მე ვიტყვი იმას, რომ თქვენ რო ასეთი კლასიკები აირჩიეთ და ასეთი რაღაცა და ასეთი ანიმაციები, მე ვიტყვი ქართულ ანიმაციას, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის კინოხელოვნება შემოყვარდა ქართული ფილმების და ქართული ანიმაციების და ანუ ინტერესი უფრო ქართულმა გამიჩინა, პროფესიული ინტერესი უფრო ქართულმა კინემატოგრაფმა გამიჩინა.
და მე მინდა დავასახელო ქართული ანიმაცია, რომელიც ისე ძალიან ცნობილი არის, როგორც რაღაც რამდენიმე ანიმაცია ძალიან ცნობილი გვაქვს. ეს არის სერიები იყო ამ ანიმაციის, ეს არის ბომბორა. რაღაც არ მეცნობა. მაგრამ მას ჟოზე უყვარს. ბომბორა. მე თქვენსასგან გავიგე, მეც ხო და მე აუცილებლად მოვძებნი YouTube-ზე იყო ხოლმე, იმიტომ რომ არა მხოლოდ ბავშვობაში ვუყურებდი. რაღაც ხომ აჩვენე, რაღაც ერთი ეპიზოდი. აი, ია. ვაიმე, ჭიჭი როგორი ჩაყვარელია. აი რაღაც როკეტირება ეგეც საყვარელია, მაგრამ არ ვუყურე. არ მინდოდა ტირილი. ხო, არა და სევდიანი ანიმაცია არ არის, პირიქით ძალიან იმედენად სიყვარული ცავსი ანიმაციაა, რომ მე სუცრემლები მადგებოდა ხოლმე, არა და რამე ტრაგიკული არაფერი არ ხდება, რამე დრამა არ ხდება, რაღაც უბედურება არ ემართება, უბრალოდ სიყვარული არის იმხელა დოზით, სუფთავე, აი სუფთასური არის იმხელა ამ ანიმაციაში და უცოდველობა, აი სისპეტაკე ამ პერსონაჟის იმდენად დიდია, რომ უბრალოდ გასევდიანებს, იმიტომ რომ იცი რომ ბავშვმაც კი ვიცოდი, რომ ამ ხელა სისპეტაკე და სისუფთავე სამყაროში არ იყო, ანუ არ არის. და ამიტომ ექვსუ მასევდიანებდა ხოლმე, მაგრამ აი მე აუცილებლად მოვძებნი YouTube-ზე აღწერაში ჩავაგდებ, თუ არ იყო აღწერაში, ესე იგი უბრალოდ YouTube-ზე ვერ ვიპოვე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება. ჯერ პირველ რიგში ანიმაცია არის უმარტივესი, ფონები ასე შემდეგ, ანუ არაფერი არ უხატია, მე მგონი თეთრი ფონია, მე მგონი. მაგრამ თვითონ პერსონაჟია ისეთი საყვარელი, ბომბორაზე გვირაც არის. ხო, ეხლა უნდა მეკითხა, რომ ეგ არის თქო. მაგ ხო, ეგ არის, ბომბორას პარკი რაც არის, ანუ ეს ძეგლი რაც დგას, არის ეგ, მაგრამ ანიმაცია კიდევ უფრო, ზუსტად ეგ არის, მაგრამ ანიმაცია კიდევ უფრო საყვარელია და ის მეორე გოგო, რომელიც ბომბორას წერა-კითხვას ასწავლის, ეგიც ხო ძალიან საყვარელი არსება, ეგ ცალკე სისპეტაკე არის. მოკლედ, ანუ ეს ფილმი არის, აი ამ ურთიერთობაზე, ბავშვურ უცოდველობაზე, ბავშვურობაზე ზოგადად არ ვიცი, აი რაღაც ესეთი ბავშვურობა რაც ნიშნავს, ეს ხო ძალიან კომპლექსური სიტყვაა რეალურად. იმიტომ რომ ბავშვი და ბავშვურობა ძალიან ბევრ რაღაცას მოიაზრებს, რაც უკავშირდება ყველაფერ კარგს და საუკეთესოს. ჩემი ბავშვობა ძალიან გალამაზებული აქვს ამ ანიმაციას და თუ დაგაინტერესებთ კიდე, გეკითხარით. მე ამ ანიმაციის შესახებ არ ვიცოდი საერთოდ არაფერი და დამაინტერესა და ვნახავ. ნუ ჩავიწერ მე სიაში. ძალიან პატარა ანიმაცია არის, ანუ 5 წუთი ალბათ მეტია. ასეთი მოკლეა? ძალიან პატარა, ანუ მეტროს შეგიძლიათ უყუროთ, ერთი გაჩები და მეორემდე. მომდევნო ფილმი. ახლა ჩემი დროც მოვიდა. შემდეგი ბავშვობის ანიმაცია, რომელიც მე ავარჩიე, ეს არის მოჩვენებების მიერ გატაცებული, რომელიც გამოვიდა 2000-იანი წლების დასაწყისისკენ, სადღაც 2003-ში. ამისი ავტორი გახლავთ ჰაიაო მიაზაკი, რომელიც ძალიან კარგად ეხრობა საკუთარ გამოგონილ სამყაროს და პერსონაჟებსაც და მისი ანიმაციებიდან ეს ანიმაციაც ძალიან კარგი მაგალითია ამის. და ამ ანიმაციაში ნუ რა ხდება? არის პატარა გოგონა, 10 წლის, თინეიჯერიც არ არის, ჩიჰირო, არის მის მშობლებთან ერთად და ისინი სრულიად შემთხვევით აღმოაჩენენ სულების ფანტასტიკურ სამყაროს და ნუ მე აქედან იწყება ყველაფერი. და რატო ავარჩიე ახლა მე ეს ანიმაცია? პირველი მიზეზი ჩათვალეთ უკვე ვახსენე, ის რომ თავად ავტორი ძალიან კარგად ეხრობა საკუთარ გამოგონილ სამყაროს და პერსონაჟებს. და ნუ მეორე მიზეზი ამის არის ის, რომ ამ ანიმაციაში რაც დღემდე არის ძალიან იშვიათი. არანაირი CGI ეფექტი არაა გამოყენებული და თავიდან ბოლომდე არის ადამიანის მიერ შექმნილი, რაც ნამდვილად არის დასაფასებელი, მე ვფიქრობ და ალბათ თქვენს დამეთანხმებით და თქვენც ასევე. ეს ამ საუკუნეში. სულ ეს არის. რას დაამატებით აბა? მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ბავშვობის ანიმაცია იყო ეს, უფრო ცახნის წინ ვუყურე, მაგრამ ძალიან იდეალური არჩევანია. მე ზოგადად იაპონური ანიმაციები ძალიან მიყვარს და ეს ანუ მიაზაკიდან დაიწყო ჩემი მთელი ურთიერთობა ზოგადად იაპონურ კინოხელოვნებასთან მე მგონი. ისეთი ღრმა ბავშვობის ნამდვილად არ არის, როგორც ყველა რაც ვახსენეთ. ეფექტური იყო ზუსტად იმის გამო, რომ სულ სხვა ესთეტიკა რო იყო. ყველაფრისგან განსხვავებოდა, რაც ნანახი მქონდა, იმიტომ რომ პირველი მიაზაკი ზუსტად ეგ იყო, რაც ვნახე. ეს ანიმაცია, ანუ რახან ანიმაცია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ბავშვური. ეს ანიმაცია, ანუ ნებისმიერი ასაკისთვის არის გაცვლილი. თან, ნუ თქვენც ხო გაქვთ ნანახი და თქვენც, ვისაც გაქვთ ნანახი, ალბათ იცით რაც ხდება ანიმაციის დასაწყისისკენ, ანუ რაც ემართებათ რა მშობლებს. ნუ ბოლოს ცოცხლები არიან, იმიტომ რომ როგორც მანამდე ვახსენე, თავად ავტორი ძალიან კარგად ეხრობა პერსონაჟებს. უყვარს თავის პერსონაჟი. ნამდვილად იგრძნობა. კაი,
ჩემი მომდევნო ფილმია სტივენ სპილბერგის იტი. ნუ უცხო პლანეტები 1993 წლის ფილმია, ესეც DVD-დან გავიცანი. და ეხა რატომ მომხიბლა როგორც ბავშვი. ისეთ თემაზეა, ანუ ეს უცხო პლანეტელთან შეხვედრა, მასთან დამეგობრება, რომ რაღაც ძალიან დიდი დამანახა და ძალიან რაღაც სხვანაირი ემპათიის გრძნობა გამიჩინა კიდე, რომ ანუ მარტო ადამიანებთან კი არ შეიძლება ესე მეგობრობა და საერთო ენის გამონახვა და მარტო ადამიანის სიყვარული კი არ არის, ანუ თუ ოდესმე უცხო პლანეტელი ჩამოვა, იმის სიყვარულიც შესაძლებელია და ანუ იტიში რო უცხო პლანეტელია ეგეთი სიყვარული არ ვიცი, ალბათ Project Hail Mary-ში როკია, მეორე არის ეგ, იმიტომ რომ იმის კი არ მომბობ რომ იტინდე არ იყო და რაღაც, მაგრამ მგონია რომ მაინც ამ თემის დასაწყისი რომ აი უცხო პლანეტელთან მეგობრობა, საერთო ენის გამონახვა, როცა ადამიანებიც კი გაუცხოებულები ვართ ერთმანეთთან, მგონია რომ ამ ფილმმა ძალიან კარგად წამოჭრა ეგ საკითხი. უცხო პლანეტელთა ხომალდით რაღაც ჩამოდის და ეს ერთი პაწია უცხო პლანეტელი, სახელად იტი, რჩება უკან. და მერე მთელი ფილმი არის, როგორ ეხმარება პატარა ბიჭუნა, რომელიც თვითონ რაღაცა პრობლემური ბავშვია, ის რაღაცას აშავებს და როგორ პოულობს ამ იტისთან კავშირს, როგორ ჩდება მასში ემპათია, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უცხოა მისთვის, ანუ ლიტერალურად უცხო პლანეტელია. და მთელი ფილმი არის მერე როგორ დააბრუნოს იტის სახლში. და რა თქმა უნდა, თავიდანვე გულშემატკივრო გინდა რომ ეს საწყალი პატარა უცხო პლანეტელი დაბრუნდეს, მაგრამ ფილმის ბოლოს ისე ხარ, რომ ანუ რა ეხა ეს სახლში უნდა წავიდეს და ამ ბიჭთან აღარ უნდა იყოს და ისინი ვეღარასდროს ნახავენ ერთმანეთს და აღარასდროს აღარ იქნებიან მეგობრები. ეს რაღაც მეგობრობა ხომ სამუდამოდ ხო, რაღაც უდაბუდა თოვლის გუნდას მსგავსი გრძნობები გამოიწვია ჩემში, ამანაც ანუ ისიც ჩემი ბავშვობის ფილმია, პირველ ნაწილში იმაზე ველაპარაკე. ზუსტად ანუ ეგ რომ თავიდან რა თქმა უნდა ეგ შეგრძნება მქონდა სევდის, რომ აი რა, ანუ ვეღარასდროს ნახავენ ერთმანეთს, მაგრამ მერე იმდენად გადავაფასე თვითონ მთლიანი სიუჟეტი, რა გამოიარეს ერთად, როგორ დაუახლოვდნენ, სხვებსაც როგორ შეუყვარდათ. კი შეიძლება მეტ სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ის რაც იყო, ყოველთვის დარჩება იმად, რაც იყო. და ანუ ის რომ რაღაც მთავრდება არ ნიშნავს იმას, რომ რაც იყო, ის არ არის ფასეული. პირიქით, როცა რაღაც მთავრდება, რაც იქამდე იყო, ის კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს მერე, ამიტომ ძალიან მიყვარს ამის გამო ეს ფილმი და კიდე იმ ლამაზი ვიზუალური, ანუ სასწაული საოპერატორო ნამუშევრის გამო და ის რაც პოსტერზე არის ეს ველოსიპედი მთვარეზე, რაც უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრია კინემატოგრაფის ისტორიაში და სურო არ გქონდეთ ეს ფილმი ნანახი, ეგ კადრი მაინც ყველა ვარიანტში გეცოდინებათ, იმიტომ რომ ფილმს რო თავი დავანებოთ, მაგ კადრმა შექმნა ცალკე ეპოქა და სტივენ სპილბერგი არის გენიოსი. შენ უნდა დაამატო, იმიტომ რომ წეგან გამანდე რომ შენს გქონდა ეს ფილმი. მოიცე თქვენ დამასპოილერა. მე მგონი შენ ყველაფერი ახსენე, რასაც ეს ფილმი ემსახურებდა, ხო? ეს ფილმი მეც ახლა იმიტომ ავარჩიე, რომ ეს არის მეგობრობის უნივერსალური ისტორია, რომელიც გვახსენებს, რომ ნამდვილ სიახლოვეს საზღვრები არ გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ სტივენ სპილბერგის ფილმები მე სულ ყველა არ მაქვს ნახი და შესაბამისად კარგად მაინც ვერ ვიცნობ. ვიტყოდი რომ მისი ფილმებიდან მე რაც ვნახე აქამდე, მისი ფილმებიდან მოკლედ ეს ფილმი არის ისეთი რამ, რაც ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს რა გინდა არ გინდათ. მე შემდეგ ფილმს ვიტყვი მანანას, ქართულ ფილმს. ეს ფილმი ყველაზე მეტად რატომაც შემიყვარდა, ჯერ ისე რომ ბევრჯერ მქონდა ნანახი და ერთხელ მახსოვს, ასე ვუყურებთ ოჯახი და ბებია ჩემი ამბობს, რომ სუფთა გვანცა არისო. და ხო ანუ თუ ის გაგცნობო წარმოგიდგენთ ბავშვი. პირველ რიგში კიდე იმიტომ რომ მიყვარდა ეს ფილმი, რომ რო აღმოვაჩინე, რომ საერთო ქონდა მე და მთავარ პერსონაჟ მანანას, რომ ერთნაირი ქაჯანები ვიყავით და პრობლემებს ვქნიდით და ვაფუჭებდით, მაგრამ ცუდი გულის პატრონები არც ერთი არ ყოფილვარ.
ეხლა შენ როგორც თქვი ნემოზე რაღაც საკუთარ თავს ვაიგივებდი ნემოსთანო მე ძალიან ბევრ პერსონაჟთან ვაიგივებდი საკუთარ თავს მე შემდეგ ვიდეოში ერთ ფილმს ავაჩო მაგის მიხედვით მან ანა სკოლის მოსწავლე რომელიც არის ცელქი ქაჯანა როგორც უკვე ვახსენე დედა არ ყავს გარდაცვლილი ყავს და ბებია და ბაბუა ზრდიან მამაც არის მაგრამ მამა არის მეზღვაური ამიტომ ხშირად დიდ დროს ვერ ატარებს შვილთან და ამიტომ ბებია და ბაბუა ზრდიან და რასაკვირველია აქაც როგორც ყოველთვის ანუ ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსება სესილია თაყაიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ბებია ეს პერსონაჟი კიდევ უფრო მეტად მიყვარს ვიდრე მანანა რომელიც მე ვიყავი თავისი ამ დაუმორჩილებელი ბუნების გამო მანანა რაღაცა პრობლემებს ქმნის ოჯახში განსაკუთრებით ამ ბებია ბაბუას გამო მამაც უჯავრდება ერთი ყველაზე ჩემთვის ყველაზე საშინელი მომენტი იყო სილას რო გააწნა აი ხო მაგას ვერ ვიტანდი ხოლმე არა და მეთქი რა და თან ოღონდ იცი რა არის მაგაზე ხო გაუბრაზ და მე უბრალოდ მამამისი რა დღეშია მის გამო მე მამაზე უფრო ნერვიულობდი რომ მეთქიო ვიგინდა რა მამა რა შენ თვითონ ეხა უფრო ნერვიულობ არ გაგერტყას მანანა რო არის შენ ნანახი აღმოჩნდა ხო მანანა ვარ იცოდე ცხებში არ შეგეშალოთ ეს თავარი ფრაზა ვარ იცოდე ცხებში არ შეგეშალოთ ეს თავარი ფრაზა როგორ გამომჩა ეგეც პატარა რა პატარა ეგეც სრულმეტრაჟიანი ფილმი და გადად ბაბუა ბებია როგორ ყველაფერში რო იცავენ და მამა რო ეჩხუბება და რაღაცა და ესენი რო სულ ხელსაფარებენ და სულ რო და მე კიდევ ბებია და ბაბუები რატო უყვართ ყველაზე მეტად ბავშვებს იმიტომ რომ ეგენი ყველა საყვარებიანია ზუსტად ჩემი მომდევნო ფილმი არის მოდი ამ ანიმაციას ვიტყვი და დანარჩენი ორი ფილმებია მახინჯი იხვის ჭუკი რომელიც რატომღაც თარგმნი იყო ჩემს DVD-ზე როგორც უცნაური იხვის ჭუკი არა და მახინჯი აგლი დაკლინგ ქვია პერსონაჟს თვითონ ანიმაციაში ამიტომ არ ვიცი უცნაური საიდან მოთხარეს მაგრამ მე მგონი ორიგინალი არ არის რაც ანუ მე არ ვიცოდი და დღეს რო რაღაცებს რო ვეძებდი მაშინ აღმოაჩინე რომ 1997 წელსაც ზუსტად იგივე სათაურით არის რაღაც ანიმაცია ეს იხვის ჭუკი კვერცხიდან ჩეკება და პირველი ვისაც ხედავს არის ვირთხა თურმე იხვებს და გედებსაც როგორც ჩანს აქვთ ეს რაღაც რომ პირველი ვისაც ხედავენ იმას მიიჩნევენ მშობლად ჯერ ანუ მახინჯი რომ ანუ პერსონაჟს რომ მახინჯი ერქვა მაგაზე უგრძნობდი ისე ცუდად თავს რომ მაგიტო არის ეს ჩემი ბავშვობის ფილმი ჯერ მარტო მაგიტო იმიტომ რომ რას ქვია ანუ ესეთი საყვარელი ბუნჩულა ჯერ რაღაც თვითონ კვერცხის ფორმის რო არის და დაბაჯბაჯებს ეს და ანუ რატო უნდა დაარქვა მახინჯი აი ეს ვირთხა ხალხ ანუ ეს ვირთხა არის ყველაზე კარგად შერჩეული ყველაზე ვირთხა ადამიანის პროტოტიპია ეს ვირთხა პერსონაჟი იმიტომ რომ აი მეზისხებოდა გულს მირევდა ვერ ვიტანდი მინდოდა რომ მომკვდარი იყო როგორც ბავშვი ძალიან ცუდად გრძნობდი ხოლმე თავს ამ იხვის მიმართ და მიუხედავად იმისა რომ ეს ვირთხა საშინელი პერსონაჟი იყო რაღაც მომენტებში როცა თითქოს აი ემპათიას იჩენდა ან იხვის მიმართ ან თითქოს აი მართლა მამაშვილურად უყვარდა აი რაღაც ძალიან გულშემატკივრობდი ხოლმე და ფიქრობდი რომ აი ეხლა შეიცვალა და ეხლა გახდა ნამდვილად კარგი ვირთხა მაგრამ არა ეს არასდროს არ მოხდა მაგრამ რაღაცნაირად თითქოს შენი ემოციები როგორც ბავშვზეც და ანუ დიდზეც შენი ემოციებით თამაშობს რაღაცნაირად რეჟისორი და ეს ანიმაცია და plot twist-ი რაც ვახსენეთ არის თვითონ აი ეგ გარდასახვის ტრანსფორმაციის სცენა არ დამავიწყდება არასდროს როგორ გამოდის უცებ ეს კვერცხის ფორმის იხვი როგორ იქცევა ნუ მე კვერცხის ფორმის აღარ არის მე უფრო გაწელილი კვერცხის ფორმის არის მაგრამ მე როგორ იქცევა ეს მაკარონის ფორმა როგორ იქცევა ლამაზ გედად მოკლედ ესეთ რაღაცებზე დავამფიქრა რომ აი ზოგი ადამიანი მართლა მარტო ანუ გამორჩენაზე ეხა ისე პირდაპირ ამას არ ვფიქრობდი მაგრამ განცდის დონეზე ანუ ისევ და ისევ რაც ნემოსთან დაკავშირებით თქვი რომ გარე სამყარო როგორი დაგხვდება თითქოს მაგისთვის გამზადებს ეს ფილმიც და შეიძლება რაღაც მომენტებში ძალიან ბრუტალურია, მაგრამ მართალია და ნამდვილია. ქართული გახმოვანებით მაგ რა თქმა უნდა ნანახი. და ის მიშველი არა, ბირდუელე. ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია და ამიტომ ძალიან დაღიდამასვა. ხა, გაუნადგურს აღარავა ცოცხლან. ეს ანიმაციაც არ მქონდა მე ნანახი და ვფიქრობ რომ კი საინტერესო ახლა გამოგივიდა. მადლობა.
ჩემი ბავშვობის ფილმი ამჯერად, რომელზეც მე უნდა ვისაუბრო, ეს არის ტიმ ბარტონის 2000-იანები წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი და ამ ფილმის სახელი არის ჩარლი და მისი შოკოლადის ქარხანა. ეს ფილმი მე იმიტომ ავარჩიე, რომ ჯონი დეპის პერსონაჟი არის უნიკალური, გიჟური და საიდუმლოებით მოცული. ჯონი დეპის პერსონაჟს ჰქვია ვილი ვონკა, რომლის უკანაც ხო იმალება ტკივილიანი ისტორია. თქვენც იცით თუ რატომაც? კი, ტიმოთი შალამემ გაგვაგე. არა, ტიმოთი შალამის ვილი ვონკა მერე არის 2023-ში. იმის იმაშია კაცო რა ქვია. თვითონ ტიმ ბარტონის ფილმში აქვს ჯონი დეპი ფლეშბექი. ვახსენე. ხო, ხო. როდესაც ამ ფილმს უყურებ შენ, შთაბეჭდება შენ რჩება გინდა ისეთი, რომ თითქოს შენ ნახულობ სიზმარს და არა უბრალოდ იმ პერსონაჟებს, რომლებიც ამ ფილმში ტიმ ბარტონის პერსონაჟები ცხოვრობენ. პირველ რიგში ალბათ რატომაც გიყვარს ტიმ ბარტონის ფილმების ყურება ზუსტად ის არის, რომ რეალობას, ანუ ჩვენ რეალობასთან არ აქვს არაფერი საერთო და ზუსტად ეგ თავის გოთიკური სამყაროს გამო და ჩარლი შოკოლადის ქარხანა მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკა მაინც ტიმ ბარტონია, რომ უყურებ, დანარჩენი ფილმებიდან ყველაზე მეტად გონი ეგას განსხვავდება. კი. მესამე ფილმი ჩემი იყოს რაც გინახავს ვეღარ ნახავ, კინოსურათი, რომელიც ალბათ თუ მიხვდებით ჩემ ხუთივე ფილმი სადაურია. ხო, ანუ პატარა რო ვიყავი და წუნა და წუნწუნად ხო რასაკვირველია ჩემი ბავშვობაა და რაც გინახავს ვეღარ ნახავ, აი ეგ რო პირველად გავიაზრე, რომ მეთქი ეს ორი რაღაც ერთმანეთს გავს, როგორც ვითარდება ეს რაღაცა, ანუ სიუჟეტი, სცენარი, ეგ ტერმინები არც ვიცოდი რასაკვირველია. ნუ ის მაინც ანიმაცია და იმას თავისი ღირსება აქვს და როცა დრო მოვა იმაზეც ვილაპარაკებ, მაგრამ პერსონაჟებზე ვიყავი ისე შეყვარებული. ნუ სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი ხო აი უბრალოდ არის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი პერსონაჟი, ალბათ ეს თავისი წითელი წკაპუნები მიყიდე პაპი, დაურბოდი ხოლმე და წკაპუნები მიყიდე პაპი, რა გინდა ბავშვო. აი ძალიან ვგიჟდებოდი და ის არა თქვენ არც ეს არ ვქნა ნახი და ჩემ თავს ველაპარაკები ხო? გლეხი გოგო, რომელიც ჩადის ქალაქში, იქ მეწაღე ბიჭს შეუყვარდება, ამასაც შეუყვარდება, ჩამოაკითხავს ის ბიჭი ოქროს ბეჭედს ჩამოუტანს დანიშნავს, მაგრამ ეს ქალი მოეწონება თავადაც ახალგაზრდა კი არა, ბავშვი, გოგო დიდ ნაძილარა თავს მოეწონება, წაიყვანს თავისთან მოახლედ და ეგ უნდა დარჩეს. ეს ბიჭი რას ქვიაო, ჩემი ქალიო, მომტაცესო, შეყრის ქვეყანას ქვეყნიერებას და მიადგებიან ამ თავს, აი სავოდი რო გაიგებს, რომ აბა არ იქადა თქვენ ჩემი მოახლედ წაყვანა, როგორ ვიყავ და მე მოვიყვან ცოლათო. ყველაზე მაგარი ეპიზოდი და მად ვქრაშავდი, ანუ უბრალოდ ჩემი ალბათ ერთ-ერთი პირველი პერსონაჟი ქრაში არის. აკაკი ხორავოს პერსონაჟი, გიჟუა. ეს ფილმი არის ალბათ ერთ-ერთი ის ფილმი, რომელიც ზეპირად ვიცოდი, იმიტომ რომ ყოველი მეორე ფრაზა უბრალოდ ისეთია, რომ ბავშვი რო ხარ, უნდა ირბინო და იძახო და აი გიჟუას ფრაზა რომ აბა წყნარად იყავი კნია ძაგი და აი ძალიან ეს რო გააკეთეს რას გადი რა ძაღლი ვარ ანუ ვროლაპარაკობდა ხოლმე მეთქი I love you გიჟუა I love you ანუ რაღაც ძალიან უხერხულად ვიგზენი თავის მგონია რომ ჩემ თავს ველაპარაკებოდი მგონი არა ეგრე გამოვიდა ანუ მაყურებელს ბოდიში თაწი ქართულ ფილმებს აღარ მოვიდა ჩემი მომდევნო ფილმი მეოთხე ფილმი არის ყოლის შემძლე ბრიუსი ჯიმ კერი იყო ჩემი ბავშვობის სიყვარული არ ვიცი თქვენც ეგრე იყავთ თუ არა მაგრამ მე ცალკე დისკი მქონდა მაგისი DVD-ის და ან მაგის ფილმებიც ცალკე ჩახვეული მქონდა ეხლა რო ვარჩევდი ამ მეოთხე ფილმს მეთქი ჯიმ კერის რაღაც უოჭველი უნდა ვახსენო და რომელი და ამაზე შევჩერდი, იმიტომ რომ ახსოვს, რომ კარგი ნიშნების ვიდეოში ვთქვი, რომ აი პირველად ვნახე კარგი ნიშნების ვიდეოში ვახსენე, რომ პირველად ვნახე ესე რაღაცა რელიგია, ესეთი კუთხით იყოს ნაჩვენები თქო და ეხლა ამას რო ვარჩევდი და ყოველ შემძლებრებს რო გამახსენდა, მე მივხვდი რომ რა პირველად ვნახე, ანუ ღმერთი ესე განსხეულებული და ესე კომიკურ სიტუაციაში წარმოდგენილი პირველად ვნახე ყოველ შემძლე ბრიუსში და ეს იყო მართლა რაღაც შინაგანი რევოლუცია ჩემში რომ ვუყურებდი რომ რა შეიძლება ეხლა რომ მეაბას ვუყურებდი ჯოჯოხეთში მოვხდები აი რა როგორ შეიძლება ეს მაგრამ ანუ
ანუ კომიკურად და კომედიური მომენტები და გეგები და მსგავს ფრაზები რო სასწაულია ახლა ჯიმ ქერის კომიკური ფილმებიდან მე მგონი არავის არ უყვირს და მაგით არის ჯიმ ქერი მიუხედავად იმისა რომ მე მგონია რომ ძალიან მაგარი დრამატული მსახიობიც არის ან ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსია რომელიც დრამაშიც ასეთ მაგარია რა. სიუჟეტი არის ეს ჯიმ ქერის პერსონაჟი არის ჟურნალისტი, ტელერეპორტიორი და არის ძალიან წუწუნა ტიპი და მოკლედ სულ ყუყუნებს, სულ რაღაცაზე არის უკმაყოფილო, სულ ასე სულ ისე და ერთ დღეს ცხოვრებაში მოხდება ესეთი რაღაც, რომ შეხვდება ღმერთს, ну რაღაც შემთხვევის შემდეგ ღმერთის როლს თამაშობს მორგან ფრიმენი და ძალიან მაგრად თამაშობს და აი უმაგრესი ტიპი არის და თვითონ ის გარემო ჩვენ გვინდა რომ ღმერთი ისეთი იყოს როგორიც არის მორგან ფრიმენი ზუსტად და თვითონ ის გარემოც აი რაღაც მინიმალისტური ცარიელი გუდომენს ვამბობდით რომ იმან და ეხლა გამოცედა რომ არა ყოველი შემსლებრივში ვნახე პირველად არა გუდომენს ხო კიდე სხვა რაღაცა სხვანაირად რა თქმა უნდა მაგრამ მე ვუწყობ მიდგომას თვითონ ანუ ეს მინიმალისტური გარემო და თეთრი და ის კიბე რო არის ანუ ძალიან იმენა ეზოში რომ მეც მქონდა ეგეთი კიბე აი მაგით რო ადიჩადიან ძალიან მაგარი იყო თემატიკა პრომპტ რაც არის არ ვიცი როგორ თქვა რომ აი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ხდება ღმერთი და იგებს რა რთულია რომ იყო ღმერთი ამაზე არის აგებული მთელი ფილმი და აი ჩემთვის აი პატარა თათასთვის ეს იყო რომ რა მაგარია და აი ის არის ყველაზე მაგარი კიდე იმეილებით რომ აი იმენა გათანამედროვებული რომ იმეილებით პასუხობს უბრალოდ ცდილობს უპასუხობს ლოცვებს რა და აი რამდენი იმეილი მოდის და აი ხმები რო ესმის მოკლედ ანუ ძალიან ხატრულად შეიძლება არ არის რაღაც აი ესენი მაღალი ხარისხის ფილმი, მაგრამ ანუ ისი გაკეთებას უნდა და მე მგონია რომ ყველაფერი გააკეთა იდეალურად, ანუ კომედია ძალიან მაგარია, თვითონ აზრი რაც დევს ძალიან მაგარია, ჯიმ ქერი მაგარია, მორგან ფრიმენი მაგარია და ჯენიფერ ენისტონიც თამაშობს. ულამაზესია. ჯენიფერ ენისტონი სექსია. მოკლედ ანუ ეს უოჭველი უნდა მახსენები. პირველ რიგში მას ვიტყოდი რომ ჯიმ ქერის პერსონაჟის ამჯერად ამ შემთხვევაში პერსონაჟის ხასიათი ზუსტად ქონა გადმოცემული და სხვათა შორის იმ ცარიელ ადგილზე აი Good Omens-ის სერიალში და კიდე ამ ფილმშიც რო არის ნაჩვენები ხო 64 მაგაზე გამახსენდა ატომღაც ჰარი პოტერი ყველას რო ეგონა მკვდარი და ალბუს დაბლდორი რო ნახა ვაკანზე რო არის და ძალიან სითეთრე რო არის კი ძალიან გავდა ჩემი შემდეგი და ამჯერად ბოლო ფილმი რომელიც მე ავარჩიე ბავშვობის ფილმებიდან ეს არის კიდევ ერთი სტივენ სპილბერგის კინემატოგრაფიული შედევრი და ამ ფილმის სახელი არის ჰუკ. ამ ფილმში არის პიტერ პენი უკვე ზრდასული, დაოჯახებული, წარმატებული, მაგრამ ძალიან დაკავებული ადვოკატი. მისი მიზანი არის ის, რომ გაიხსენოს საკუთარი თავი, მას მერე რაც კაპიტანი ჰუკი მის ორივე შვილს წაიყვანს ნევერლენდში და ნუ მერე პიტერიც თან დაბრუნდება ნევერლენდში, ანუ იმ სამყაროში, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა. და რატო ავარჩიე ახლა მე ეს ფილმიც? პირველი მიზეზი, ნუ არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვართ უკვე ზრდასულები, ჩამოყალიბებულები და ვიცით რა და როგორ არის და ასე თუ ისე და გვაქვს კარიერა აწყობილი, ამ დროს ჩვენში არ უნდა დავკარგოთ შინაგანი ბავშვი. და მეორე მიზეზი გამოიცანით, ვინ არის? მსახიობი რობინ უილიამსი. აი იმედი ეს ჩვენ არ ვკითხე და რიტორიკული კითხვა. თქვენს კითხეთ და თქვენც ასევე. რობინ უილიამსი იყო იმ მსახიობთაგანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ იუმორი და სიღრმე შესაძლოა რომ გაერთიანდეს. და სწორედ მე ამიტომ ავარჩიე, ამ ორი მიზეზის გამო ავარჩიე მე ეს ფილმიც. ძალიან კარგი არჩევანია. არჩევანი არის. მე არ მაქვს ნახი, მაგრამ არა, ბავშვობაში პეტერ პენი არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი ალბათ բոլოდროს. ბავშვობაში მაქვს რამდენჯერმე ნახი, მიყვარდა, მაგრამ მე არ მინახავს კაიხანი და სხვა შორის რამდენიმე თვის წინ იყო, ტელევიზორში გადიოდა და მეთქი ეს 100-იანი უნდა ნახო. კიდე ერთხელ გავოცნობიერე, რომ კი დენირო, მაგრამ რა დენირო ალპაჩინო ეს დავა ვიცი რომ არსებობს, მაგრამ ხალხო დასტინ ჰოფმანი ანუ მაშინ მე ახლა ვიტყვი ფილმს ხალხო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო მარტო ამის გამო არ ამიჩევია ჩემი ბავშვობის ფილმი რომელიც აი ასე ძალიან თუ კიდე რამე მიყვარს კი მიყვარს მაგრამ ძალიან იმდენად დიდი დოზით მიყვარს რომ ძალიან ცოტა ფილმია ჩემი ბავშვობის ფილმებიდან ნუ თუ ვერ ხვდები მსოფლიო ჩემპიონატი ქართული ფილმი პეოლა რასაკვირველია იპოლიტე ხუჩი ადამიანი რომელიც არ ვიცი აი ჩემი პატარა იპოლიტეები მინდა რომ მქონდეს და ვითამაშო ხოლმე იპოლიტე ხუჩის ბროლკები იმიტომ რომ
აი ძალიან მიყვარდა ჯერ იმიტომ რომ ფეხბურთი არის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი აი კინემატოგრაფზე, ანიმაციებზე და ასე შემდეგ ყველაფერზე მეტად ყველაზე დიდი ადგილი ყოველთვის ეჭირა ჩემ ცხოვრებაში ფეხბურთს. იპოლიტე ხუჩას ფილმები ყოველთვის მიყვარდა, მაკაც რო გავიგონებდი ხოლმე, არ ვიცი, ალბათ ჩემთვის ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო, მეგონა რომ თელმა მსოფლიო მიცოდა, იმიტომ რომ მე ისე კარგად ვიცოდი, რომ მეგონა რომ ყველა მიცოდა, იმ მსოფლიოში მაგაზე უფრო ცნობილი არავინ არ იყო. ეს ფილმი, ანუ ჩემი საყვარელი მსახიობი, ჩემი საყვარელი თემა, გარდა იმისა, რომ ანუ ფილმი არის, თან ყველაზე მაგარი ის არის, რომ სადიპლომო ნამუშევარია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადიპლომო ნამუშევარი, ბადურწულაძის არის, როგორც მახსოვს, იუმორი, ძალიან მაგარი სიყვარული იმ თემის მიმართ, რაც არის და ერთი რაღაც მე დროთა განმავლობაში რაღაც ინფორმაციებს ვიგებდი ხოლმე ამ ფილმზე, ანუ იპოლიტე ხუჩია იყო ადამიანი, რომელსაც ალბათ სოფლიოში 4 ადამიანს უყვარს ისე ძალიან ფეხბურთი, როგორც გაგებული მაქვს, რომ იპოლიტე ხუჩიას უყვარდა და ისეთ პერსონაჟს რო თამაშობს, როგორცაც თამაშობს, რომ ბურთი რა ფორმის არის, ის რო არის ის, აი ეგეთ ფაქტებზე ვგიჟდები ხოლმე და მეორე იყო კიდე ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის გულშემატკივრობდი ხოლმე ბრაზილიის ნაკრებს. და მე რო უკვე კითხვა ინფორმაციების მოძიება და ასე შემდეგ რო დავიწყე, ისე რომ გავიზარდე და აღმოვაჩინე, რომ ფეოლა თურმე არის ლეგენდარული მწვრთნელი, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს წვრთნიდა და თურმე მთელი იუმორი სათაურში ჩადებული იყო და 7 წლის მეს ეს არ მესმოდა, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცოდი. და აი ასეთ რაღაცებზე ვგიჟდები, რომ დრო რო გადის და შენ საყვარელ ფილმზე, მსახიობზე ან რაღაც, ანუ ძალიან საყვარელ რამეზე, რომ ასეთ ინფორმაციებს იგებ ხოლმე და ანუ ძალიან დროში გაწელილი ის იყო პროცესი ამ ფილმის სიყვარული, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა. ფეოლა, ჩვენი ფეოლა იპოლიტე ხუჩას პერსონაჟი, ადამიანი, რომელსაც ჩააბარებენ ბავშვების ფეხბურთის კლუბს და ტიპით გარტყმაში არ არის ფეხბურთის. ბოლოს ეს საბჭოთა კავშირში როგორც იყო, ეგ ძალიან მაგარი დეტალები ისე ხოდევს კინემატოგრაფიულადაც. როა ისტორიულ კონტექსტში ძალიან მაგარი რაღაცები. ანონიმურ წერილებს რო აგზავნის, თავის თავს როგორ ლანძღავს და რა შეურაცხყოფებს აყენებს, რომ არ შეიძლება რომ ამას ბავშვები ჩააბარონ და უპასუხისმგებლო და ასე შემდეგ, ისე შემდეგ. ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ამ ყველაფერს, ამ სიგიჟეს დროზე გაცილდეს, როგორ შეუყვარდება ეს სივრცე და აქაც მთავარია, რომ ამ ბავშვების გამო შეუყვარდება. და ეს ბავშვები შეაყვარებენ, ეს ბავშვები შეუყვარდება ისე, რომ საბოლოო ჯამში თვითონ სპორტი, ფეხბურთი შეუყვარდება იმ დონეზე, რომლის მიმართაც ინტერესი არასდროს არ ქონია. ჩვენი ვიდეო დასრულდა ამ დიდებულ ნოტზე, რასაც ფეოლა ქვია. დიახ. და მოდი ყველამ ერთად დაუძახოთ ბესიკის. არ მე სამ მიყვარს ფეოლა, გაგიკვირდება და ისე ძალიან არ მიყვარს, როგორც შენ გიყვარს, მაგრამ იპოლიტე ხუჩია სადაც იყო, იქ ვიყავი მე. ქართველებს უნდა გქონდეს, აი მე მგონი რომ ძალიან მაგარი კომედიები გვაქვს და მსოფლიოს მასშტაბით უნდა ვიყოთ უფრო ცნობილები ჩვენი კომედიების ხრივ. და არ ვიცი, ანუ კი გასკები ეგ საბჭოთა კავშირის ჩაკეტილობას შემდეგ, მაგრამ ანუ ძალიან უსამართლობაა, რომ მსოფლიო არ იცნობს იპოლიტე ხუჩიას. ანუ მათთვის არის ცუდი, თორე უკაცრავად უჭყავილის მოდამ ვიდეოში, იმიტომ რომ რუსი ტურისტებმა უბრალოდ ტვინი წაიღეს და სამწუხაროდ ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა თემოს. აქ გამოისახება თემოს სოციალური მედია, YouTube შემდეგ სადაც კი და თემოს YouTube არხი აქვს ასევე ხელოვნებაზე, კინოზე, ჯერჯერობით ფილმებზე და მუსიკაზე გიდევს კიდე რამდენიმე წიგნებზე აპირებს, როგორც მითხრა, იმედია, ცუდი არ არის რომ ვამბობ და ვაანონსებ ამას, ხო? გამოვიწეროთ მისი არხი, გადახედეთ რა ძალიან კაი რაღაცები აქ არჩეული და იმედია ვიდეო მოგეწონათ. მიუხედავად გარემოს ხო, ბოდიში ტექნიკური გამართობისთვის. აქვე მოდი, დღეს იმდენჯერ ითქვა სიტყვა ბოდიში, რომ ბოდიშების ვიდეოს ცალკე დავნებოდი, ასე ჯობია. დავასრულებთ ამ ვიდეოს. ვიდეოს დალაიქებოთ, ჩვენი დასაბსქრაიბებოთ, თემოს არხის დასაბსქრაიბებოთ, სოციალურ მედიას არ დაგავიწყდეთ, არ გამოგრჩეთ. ალბათ თქვენიცით, ალბათ ჩვენიცით წარმატებულ კვირას გისურვებთ. კარგად.